გამარჯობა ძეგლსა მეგობრებო, მოგესალმებით ყველას პარანორმალიდან. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ისევ რუსთავში, ერთ-ერთ ოჯახში, სადაც ხდება უცნაური მომენტები და ოჯახის წევრები ამ ყველაფერს ვერ ხსნიან. კონკრეტულად კი რა ხდება ის, რომ ისმის სახში ხმები და სხვათა შორის გადმოგზავნილიც იყო პარანორმალში პატარა ვიდეო ჩანაწერი, სადაც აშკარად ნათლად ჩანს ის, რომ ბავშვი მოულოდნელად იღებს ტელეფონს თავისივე ოთახში, გაჩვენებს კიდეც ამ ოთახს და იწყებს გადაღებას. რატო? იმიტომ რომ ამ ოთახში დაიწყო უცნაური ხმაური, დაგაკუნების ხმები, ისეთი რაღაცები ხდებოდა, რაც არ უნდა მოხდარიყო, რა თქმა უნდა. და ბავშვი ჩვენივე თხოვნით, ხო სწორია? რა თქმა უნდა, თხოვე. ჩვენ თხოვეთ, რომ ეს ყველაფერი გადაიღო და ბავშვმაც იყო ჩაღა, მოდი ესე რომ ვთქვათ, ამ ბავშვმა და გადაიღო და რეალურად ფაქტები გამოგვიზრდა და სადაც ჩანს ის, რომ ოთახში არსებული სული, რომელიც აი ამ ხმაურის მიზეზი ხდება რეალურად, ეძახის, რომ რას მიღებ. და ჩვენ გავუჩინე კადრები, რა თქმა უნდა, ჩავსვათ კიდეც ამ დეტალებს, უკვე სანამ პარანორმალის ეს კვლევა გავა, ასე ვთქვათ, ოფიციალურად ჩვენს არხზე. ეხლა კი პირდაპირ უნდა გავესაუბროთ სახლის მეპატრონეებს, რომლებიც ახლა აი ამ დროისათვის ცხოვრობენ და რამოდენიმე კითხვაზე, თუ რა ხდებოდა, რატო გავხდით საჭირო, რატო გახდა საერთოდ პარანორმალის ჩარევა საჭირო, თავად მოგვიყვებიან ამ ყველაფრის შესახებ. გამარჯობა, მოგესალმებით. თუ შეიძლება რომ აი ეს ყველაფერი რაც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ და გავიარეთ ეს თემები, რა ხდებოდა ამ სახში, როდის შენიშნეთ უცნაური მომენტები, მოვლენები? რამდენი ხანია? მე ხოლმე ბავშვი შენიშნა, მე არ შემიჩნევი. არ შემიჩნევია უბრალოდ. ელო ფეხის ხმა გაიგო რამდენი. მე უბრალოდ ეგრე გაიგო ფეხის ხმა და კეთილი, მოდი თქვენ გადავწყვეტ ამ შემთხვევაში. ანუ თქვენ ვერ ამჩნევთ სახში უცნაურ მოვლენებს, ხო? რასაც ამჩნევს კონკრეტულად ბავშვი და თქვენც, ხო? და თქვენი მეუღლე როგორც იცი, ხო? და თქვენი მეუღლეც, ხო? კარგი, მოდი გავიგოთ მიზეზი, რა არის ის მიზეზი, რომ თქვენ ვერ ხედავთ, ანუ გასული ხარ და სულ მუშაობთ, აღლინი მოდიხართ მალე იძინებთ და ანუ ეთიშებით მომლენებს თუ რის გამო? ვერ ხედავთ. გასული რომ 7 საათზე გავდივარ, სამომავლოდ შემოვიდივარ. ზუსტად ვიცოდი რა, იმიტომ რომ ადამიანები კი მეც ეგრე მუშაობს, სამწუხაროდ ხო, თუ მუშაობს, კი, დასვენების დრო არც მე არა მაქვს, თუ მუშაობ, მივდივარ და აღლინი მოდივარ, ხანდახან აი ტელეფონი რომ მირეკავს, იმის ნერვიც არ მაქვს, რომ ავიღო. ისეთ გადავიღო. კარგი, თემას არ გადავუხდით. კი ბატონო, რას იძახის თქვენი მეუღლე? რა რაღაც ფეხის ხმები მესმის. ნაბიჯების ხმა, ხო? ნაბიჯების ხმა მესმის. რაღაცი დავაგნაო. ანუ ძირითადად ესე იგი ამ სახში იმ ვიდეომდე რაც ჩვენ გამოვიგზავნეთ, სადაც ესე ნათლად პირდაპირ გასაგონად ისმის მეგობრებო, რომ რას მიღებ. ანუ ესე იგი მე რო ეხლა ტელეფონი ავიღო, მივატრიალო კონკრეტული მიმართულებით და იქიდან ხმა გაისმის ასეთი, რომ რას მიღებ. ანუ ხო ბუნებრივია რომ ასეთი რამ საერთოდ არ უნდა ხდებოდეს, ხო? რამ გამოიწვია ეს ყველაფერი და რატო ხდება ამ სახში საერთოდ ის, რომ რაღაცა მოძრაობს, იმიტომ რომ ამ მოძრავ ძალას პერიოდულად ხედავენ ხოლმე, ხო, მის მოქმედებებს, ასე ვთქვათ. ხან იქ არის, ხან აქეთ არის. ყოველ ცოტა იყო და მე აქტიურობა დაიწყო. მე დაიწყო აქტიურობა. კი ბატონო, ჩვენ თქვით პარანორმალმა, რომ გჭირდებოდა. ის გადმოვედით, არ იყო, მე უკვე ნელა-ნელა.
თავიდან რომ გადმოხედით, არაფერი არ შეგემჩნევია. და დაიწყო მე. მალევე. კი, 1-2 თვის მერე. 1-2 თვის მერე უკვე აქტიურად დაიწყო, ხო, ბუნებრივია, იმიტომ რომ რამდენი ცხოვრობთ ოჯახში? 4 ადამიანი. 4 ადამიანი ახლა რეალურად ერთი რო ეძახოთ რაღაცას, კი შეიძლება თვითონ თქვენვე როგორც ოჯახის წევრებმა ვიფიქროთ რომ რაღაცა მეჩვენება, ხო? რეალურად რო ვთქვათ. თუ ერთი ამტკიცებს რაღაცას მარტო. სამი გავიგე და გაკუნე ჩემ კარებზე და თქვენს გაიგეთ, რომელი კარი იყოს შეიძლება რა? იქ ისა ლოჯი. კი ბატონო, და ღამე გადაგვიძეთ კაკუნის ხმა. კი, და მე მგონა მაღლა, მაგრამ არ იყო მაღლა. აშკარად კარზე იყო კაკუნი, დღესაც იყო კაკუნი. იმდენად მკაფიოდ და გასაგონად რომ თქვენ გაგეღვიძათ. ძალიან იყო კაკუნი ესე. ხა, გასაგები, იგივე სიძახის. ხო და იყო კიდე ამისი ოთახი. არავინ არ იყო, მე მეწევა აქა. ხო, ჩახველების ხმა და მე რაღაც პერიოდების მერე კიდე რაღაც მითხრა. თქვენ გითხრათ? და როგორც ვიდეოში ისმის, მაგრამ რას მიიღებ? დაახლოებით იგივე ინერციით გაიგეთ, ხო? რაღაც სიტყვა მითხრა ეს ახარო და არ ვიცი რაღაც ეგონება აგრესიული სიტყვა იყო. აგრესიული, ანუ ხმა გაიგეთ, არა მშვიდი და წყნარი, არამედ ტონალური აგრესიული. ესე რაღაც სიტყვა რა ესე გადაყოლ დიდი ვიცი. უსაფრთხო რაღაცა გაბრაზდება, ხო? გასაგებია. კი ბატონო. ჩახველების ხმა იყო კიდევ. დახველების ხმას ხო, ხშირად. ხრინწიანი ჩახველების ხმა ხო რაღაცა. ხო, ეგონება ვიღაცა არის ოთახში და იმან ჩახველება რა უყურება არავინ არ არის. გასაგებია. ღამე იყო ეს. კი ბატონო, ეხლა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ხო, ერთი ის იყო კიდე ღამე მეძინა. ხო და აი ესე ვიგრძენი ვიღაცა ფეხებიდან გადმომაწვა, ეს ხელი მქონდა ატრიალებული, ესე მქონდა აქეთ და ეს დაწოლა ვიგრძენი. სიმძიმეც იგრძენით. კი, ფეხებიდან გადმომაწვა ესე, სიმძიმედან. ეს ხელი მქონდა ესე და მე ჩამომაწევინა და ესე მასე დაახეთქა, გამასწორებინა. ზალით ხელი დაგაწევინათ. ხო, აი ეს ზემოქმედებას ჰქონდა, აგრესიულ ზემოქმედებას ჰქონდა? ხო, გავიგე მაინც ესე და ესე ის კამერა ხელი და მე რა მომივიდა იქ გავშეშტი და ვეღარ დაგდებოდი. ანუ თქვენ ამ მომენტში აზრად არ მოხსნათ რომ დაგეყვირათ ვინმე დასახმარებლად და არა, მაგდონეზე ვეღარ მივედი. შიშისგან, ხო? კანკარი დამეწყო. ვიბიძები ფეხებიდან იქიდან გადმომაწვა, ესე ვიდა, ეს ხელი მქონდა ატრიალებული და გესმით ხო? ჩამოვიდა გამისწორა. ეს უკვე ნუ არა, გასაგებია ჩვენ კიდე ბოჭით ხმები ისე სასწაული ხმები დამტანჯა მამასოვლით იქ და მე ეზერზე ჯვრები გამოსახული და რა ვიცი. ჩვენ შემოგთავაზეთ, ანუ ჯერ ერთ საქმე გავაკეთოთ ხო თქვით, ანუ კონკრეტულად ის საქმე სადაც ახლა ვიმყოფებთ მეგობრებო და ისიც გითხარით რომ ჩვენ ჩავალთ სოფელში ერთ წარმომადგენელი გავაყოლეთ ვისაც ენდობით კონკრეტულად ვინც თქვენიანია. ჩვენ ერთად იმუშავებთ რელევანს გამომწი. იქაც მოუგვარებთ სიტუაციას, მაგრამ ჯერჯერობით. მოდი დღესაკვირთ და მეგობრებო, იმედია ყველაფერი კარგად მოისმინეთ. ეს არ არის არანაირი გადაცემა, სხვათა შორის გამომწერებისთვის ვიზახი ხა. ძალიან ბევრი ადამიანი პარანორმალს დღითიდღე ემატება, პირადად მე ვამატებ ამ ადამიანებს და მინდა რომ იმ ადამიანებს აყურადღებოთ, თქვა, ვისაც ეს მოვლენები აინტერესებს, რომ ჯგუფი პარანორმალის არც ერთი ვიდეო, რაც კი აქამდე არსებობს და მით უმეტეს ამ ვიდეოს ჩათვლით, რომელსაც ახლა მოვამზადებ. ჩვენ წინასწარ დაგეგმილი არაფერი არ აქვს. მეთანხმებით რომ ეგრეა. იქაც რო ვიწექი. დიახ. ძმები ესე უკრიდან ჩამომქაჩა. ვიძახით აგვია რა არის, მაგრამ არაფერი არ ღამე. უკრიდან ჩამომქაჩა. რა მაინტერესებს ჩვენ თან საუბარში რატო არ ახსენეთ? აი გუშინ წინ თქვა, ანა რატო არ მოგწერეთ რომ ეგეთი რაღაცები ხდება? არ დაგვლაპარაკები ქალბატონი, ჩვენ დაგვლაპარაკა მისი შვილი. ჩვენ შუალოდ მამასთან არ მქონია კონტაქტი კი. ძალიან ეხლა თქვენ რასაც იძახით ძალიან მნიშვნელოვანია. იქაც ვიძენი ვიღაცა გადმომაწვა ესე და არაფერი არ გაუკეთებია და ეს სიმძიმე ნელა გავიდა მე და ხმების რომ მელაპარაკებოდნენ ყურებში მე ლაპარაკობ. ეს სათხდება, ანუ სოფლის სახზე გავხდეთ საუბარი? ანუ ესე იგი იქაც და ამ სახშიც გადმოწოლას ჰქონდა ადგილი, ორივეგან? კი, ორივეგან. ეს უკვე ერთი იგივე ხელწერაა. ერთი და იგივე მოქმედებს. აქ ხელი გავისწორეთ და იქ პირდაპირ გადმომაწვა მეთქი ბაი მე რა ხდება და
კი, მოდი დავაკონკრეტოთ ქალბატონო. ამ სახში მოხდა რა? ანუ ეს რომ დაგაწვათ ფეხებზე ამ სახში არ მოხდა რა? ეგ მოხდა რაკაც ესე იყო. აქაც და იქაც კი. ესე იგი მეგობრებო, ნახეთ, ქალბატონო გვესწრებს რომ ამ სახშიც და სოფელში არსებულ სახშიც ზუსტად ერთი და იგივე ქმედება. ხმები ისმის ამ სახშიც, ხმები ისმის იმ სახშიც. ეს უკვე პირდაპირ იმას ჩამოხაჩვა კიდევ. დიახ. ეს კიდე პირდაპირ იმას მიუთითებს, რომ ერთი და იგივე ძალა მოქმედებს. ერთი და იგივე. ხელწერით, ხო, ასე რომ ვთქვათ, არის ერთი და იგივე. ბოროტი ძალა, ნამდვილად. ჯადო ამგრის კონდა და არა, ჯადო არ არის ნამდვილად, იმიტომ რომ აბსოლუტურად სხვა ზემოქმედებაა, აგრესიული ქმედებებია. ეს არის პირდაპირ სახში დამკვიდრებული სული, რომელიც აგრესიულია და ჩვენ ამ სულს ნამდვილად მივხედავთ ისე როგორც საჭიროა. უფლის სახელით, უფლის წყალობით დიდება უფალს, ყველაფერს მოვგვარებთ დღეს, უბრალოდ თავარი რომ დავადგინოთ და დავიწყოთ უკვე გამოკვლევა. სხვა ხო არაფერია კიდე, რაც რის თქმას გინდათ და დაამატებით მაგალითად. მე რაც ნახე და მოვისმინე და რაც გააკეთა. სრულიად საკმარისია ეგ. იმიტომ რომ მტკიცებულება გვაქვს, სადაც პირდაპირ ისმის ყოველგვარი, ასე ვთქვათ, რაღაც ყოველგვარი ასე ვთქვათ, ეჭვების გარეშე ისმის პირდაპირ, რომ ბავშვმა ტელეფონი ამოიღოს, სივრცეს უღებს და სივრციდან ისმის ხმა რას მიღებ. კეთილი. მე მგონი ახლა უკვე დრო არის გადავიდეთ კვლევებზე და დავიწყოთ პირველი ეტაპიდან თქვენ ვინც უყურებთ პარანორმალის გამო. ხო, კიდევ ერთი რამე წერან უბრალოდ ჩვენ ვართ ერთმანეთის სრულად უცხოები, ხო სწორია? დღევანდელი სიუჟეტი და დღევანდელი მდგომარეობა გამოწვეული არის სახში არსებული პარანორმალური მოვლენების გამო, ხო სწორია? წინასწარი დადგმული სიუჟეტი აქ ნამდვილად არ არის, ადასტურებთ რო იგივე. თქვენ სხვა ადასტურებთ რო იგივე. წინასწარ არავის თქვენს არაფერი არ უთქვია, რაც ხდება პირდაპირ, რაც რეალობა პირდაპირ. ჩვენ სიმართლეს ძალიან ვფრთხილებ. და აქედან გამომდინარე, არაო, არ გერონდათ. ხო, ნახეთ რა შეასრულეთ. ჩვენ ზუსტად ის ადამიანები ვართ, ვინც ამ შემთხვევაში დაგეხმარებთ იმაში, რომ დასახში სიმართლე. ჯერ პირველ რიგში სიმართლე დასკვნებით დავდოთ რეალურად რა ხდება, იმიტომ რომ ბრმად ხო არ დავიწყეთ ბრძოლას რაღაცასთან არ არსებობს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა არის, რა გვეწინააღმდეგება და რასთან გვაქვს საქმე და აქედან გამომდინარე უკვე მივიღოთ ზომები. იქნია გაძლიერების. რისი? გაძლიერები არის. ხო, ნუ მაგის რეალური საფრთხეები არსებობს, იმიტომ რომ კაცმა არ იცის ვის რა მოუვა თავში, კონკრეტულად იმ ბორო ძალაზე მაქვს. ამე რომ გამიგვიდა ეს რაღაც იქით კუთხეში ეს ხდება სად, რომელი საძინებელია? ეკოლოგია, ხო და ეგრევე. მე გქონდა უბრალოდ იდგა ვიღაცა ესეთი ცუდი სიტყვა მიჩხრა და აგრესიული. ხო, ეს უკვე მეგობრებო, ნამდვილად არ არის უბრალოდ გარდაცვლილი ადამიანის სული, აქ აგრესიას ახდენს. კომუნიკაციებზე ეგრევრად. მეგობრებო, ჩვენ ჩამოწერილი გვაქვს უკვე ყველა ოთახი, ანუ სახლის, ყველა საძინებელი, ყველა დერეფნის ჩათვლით, აბაზანა ტუალეტი, საძინებლების 3 კალიდორი და ზალა. ჩვენ ახლა ვიწყებთ ტემპერატურების გაზომვას. ეს რისთვის არის საჭირო? პარანორმალურ მოვლენებში თუ ოთახში სადღაც იმყოფება ამ პროცესის დროს სული, აუცილებლად ანუ დემონური ძალა სულ არ აქვს მნიშვნელობა პარანორმალური თუ არის იმ ოთახში რაღაცა, უნდა იყოს ტემპერატურებს შორის სხვაობა. თუმცა შესაძლოა რომ ამ მომენტისთვის და ამ დროს სხვაობები არ შეინიშნებოდეს, მაგრამ ჩვენ მუდმივად ვზოვავთ ტემპერატურებს შიგადაშიგ რა თქმა უნდა პროცესების დროს და უნდა მოხდეს აუცილებლად სხვაობა. იმისათვის რომ დავიმახსოვროთ რა ტემპერატურები იყო და რა სხვაობა მოხდა, ამისათვის საჭირო არის სწორედ ჩაწერა. და ამიტომ ვიწყებთ ამ ოთახიდან. საძინებელი ნომერია რამდენი? 28 და 5. 28 და 5. გადავიდეთ ზალაში. 28 და 4. ზალაში გვაქვს 28 და 4, ხო? კი. 28 და 5-ზე ავიდა. აი, დავწერთ. კალიდორი. ვიმეორებ, რომ ტემპერატურებს შორის მკვეთრი სხვაობები არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივიღოთ. ანუ კალიდორში ცოტა აიღებთ, კი აქ მომგაზომე. და 28 და 4. 28 და 4. წარმოიდგინე გასხოვდით. და 4. კარგი. ბავშვი ოთახი. აი
კარგი, ეს არის სწორედ ის ადგილი, მეგობრებო, სადაც ბავშვი იწვა გვიან ღამის საათებში, დაახლოებით იქნებოდა ალბათ პირველი ორი. კი, ორი. სადაც პირველი 2 საათი ზუსტად აი ამ ადგილიდან, აი მიმართულებით, სადაც ახლა კედელია. ღამეს შენიშნა ხმაური, დაახლოებით აი ეს ვარიანტი იყო. მეცადე იმიტაციას ვაკეთებ. ამ ადგილიდან ისმოდა ხმები. აი ესეთი ხმები. შეეშინდა რა თქმა უნდა ბავშვს, დაგვიბავშვიდა ჩვენ, ხო? სწორი. დაგვიბავშვიდა ჩვენ კი უთხარით რომ ეს პროცესი გადაიღე და მაგ პროცესის გადაღების დროს ზუსტად ამ ოთახში გაისმა რას მიიღებ ბავშვის მისამართით. ჩვენ რა თქმა უნდა ეს ცოცხალი კადრი გვაქვს, პარანორმალს, აუცილებლად მტკიცებულებაც გვაქვს და ამ ვიდეოს გასვლის მერე კი არა უშუალოდ ვიდეოში ჩაიდება ეს ყველაფერი. კი ბატონო, 28 და 6 არის აქ. так, ესე იგი. 28 ბავშვის ოთახი. ბავშვის ოთახი. 28 და 6. 28 და 6 ჯერჯერობით 28 ლაგდება. ასე რომ ეგ ჩვენებელი ფოტოს. შევი. აბაზანა მაჩვენე რამდენია? 28 და 5. 28 და 4. 28 და 4? კაი, ტუალეტში გაზომა. და 3. 28 და 3? კაი. საძინებელი ნომერი 2 დაგჭა. სამზარეულოდან მითხარი რამდენია? 28 და 4. სამზარეულო 28 და 4, ხო? 28 და 4. და საძინებელი. შემოხა საბატონი ოთახში. მაგრამ ბავშვი 28 და 5. Всё, გასაგებია. რომ გადავიღე ოთახში, ოღონდ მე პატრონი არ მოვხედრო ეცადე. კაი, მოიცადე, მომისმინე, მოგადაერთვები, ხომ ამის დრო არ ეცე. მეგობრებო, ნახეთ ახლა რა შესაძლოა. ტემპერატურები გაიზომა მთელ სახში. სხვაობები თითქმის არ გვაქვს, იმიტომ რომ მთელ სახს უჭირავს 28, 28 და 5, 28 და 4, არაფერი არ დამძლევა რა. აი. 28 და 5, 28 და 4, 28 და 6, 28 და 3, ანუ მთელი სახლი არის 28 გრადუსში ზის. არ არის სიტყვაზე ვიზახი 10 გრადუსი და რაღაცა, არ არის 15 გრადუსი და რაღაცა, ანუ კვეთრად არსად ოთახში არ შეიმჩნევა ჯერჯერობით ვარდანი. ეს უკვე კარგი. ამ დრომდე საათი რომელია ახლა? რომელი საათი? ზუსტად პირველი საათია. ზუსტად პირველი საათია, გადაიედრო. ზუსტად პირველი საათია. გავიგე სანდრა რა, კარგი, გეხოწე, გარმინდა იგი, გამჭირდება რაღაცა, კარგი? ხო, სანდრა მუდმივად მანიშნებს იმ ოთახში ხმა არის, იმ ოთახში ხმა არის. მეკითხები, გავიგე. გავიგე მეთქი, ხო ვიცი. არ არის საჭირო. ჯერ იქამდე მისვლა საჭირო. მანდროვე, მაცადე, ნუ გეჩქარება სულ. Всё. მეგობრებო, ტემპერატურები ამ დროისათვის 5-იანზეა ჩაბარებული. რატო? იმიტომ რომ ამ დროისთვის ვარდნა არსად არ აქვს და ტემპერატურების მიხედვით ყველა ოთახში მშვიდობაა. კარგი, ის გადაგვჩენია, რომ გადავიდეთ ქვეყნების მეორე საფეხურზე და რა თქმა უნდა, ეს უკვე არის ანაბეჭდების მუშაობა, იმიტომ რომ პარალელურ მოვლენებში ძალიან კარგად ვიცით ჩვენ რომ თუ სახში პერიოდულად შემოდის მაინც რაღაცა თქვათ ბროტი ძალა, შეუძლია რომ თავისი ანაბეჭდები დატოვოს. ანუ უხილავ ანაბეჭდებს გვაქვს საუბარი, რომელიც იზომება რა თქმა უნდა სპეციალურ მოწყობილობებს, რომელიც აქ გვაქვს ნომერი 1 და სპატარა სადღაც გვაქვს. აი ამით.
კეთილი. მოდი ახლა რა ვქნათ იცით? უნდა ჩავახოთ გამოვხსოთ რუბილნიკიდან. სად არის რუბილნიკი? ხო. ეხლა ვაკრავთ ჩუქს და მივიღებით ანალიზებს. კამერები მოიმოვლეთ ხამს. ასევე კამერაშიც რაც ანომალიები ჩანს. ჩანს ხო ანომალია? ანუ ანომალიას რას გულისხმობ? ნახე, დაწყებისთანავე კამერამ გაჭედა, ეხლა იყო როგორც აქ შემოვედით და ხო, რაღაცა კუთხედი თეთრი კვადრატი გამოჩნდა და ზემოთ ავარდა ის არ ვიცი ეს კადრში გამოჩნდება უშუალოდ თუ არა ჩვენთანაც არის გოჩაც ჩვენი ოპერატორის ისე მოხდა რომ გალასვიში იყო გოჩაც და ჩვენ რო ეს ამბავი ანუ გოჩას მოვყევით და საერთოდ ყველას დავავიწყდა ხო მაგას ვიზახი დავავიწყე რომ მივიდივართ და სწორედ ჩვენი ოპერატორია უცვლელი დღეს გოჩა ჩვენთან ისეთ გოჩა სანარიგა აი ბატონო მე არ ვჭირდება როცა გეტყვით რომ ანუ დავუწიოთ დავუწყოთ იმ ოთახიდან წავიდეთ Right, ფანელები დაწიეთ. ანუ ჩვენ ვეძებთ ანაბეჭდებს, რომლებსაც ამ შემთხვევაში არა ადამიანები, არამედ უხელავი ძალები ტოვებენ, კონკრეტულად კი დემონური, ოროტისული და ასე შემდეგ. თორე ძალიან კარგად ვიცით, ჩვენ პარანორმალში გვაქვს ეს ფაქტები, სადაც ძალიან კარგად ჩანს მათიას უცბად ეს თეთრი შუქი მომეცი ამ ადგილზე, აი აქ. არა, არაფერი არ, კაი გაწია. აი აქ სარკევები რო არის, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი და რა თქმა უნდა ყურადღებით ვართ ამ სარკევებთან. თეთრი შუქი მომეცი და სარკევები გადაიღე. ნახეთ რა ხელა სარკევებია საძინებელში და უმრავლესობას სხვათა შორის ძალიან ბევრი ადამიანს აქვს ესეთი სარკევები სახლში და თვითონაც კი არ აქვს წარმოუდგენა იმაზე რომ რა შეიძლება ამ ყველაფერს მოყვეს. ეს ორი უზარმაზარი სარკევი, მესამე სარკევი იქით არის. რა თქმა უნდა ჩვენ ამას ყველაფერს გავზომავთ აუცილებლად, არიან თუ არა მოქმედი მათ შორის მომენტი. სარკე. ჩააქცევთ თეთრი შუქი გაწიეთ. კაი, გავიდეთ. ძალიან ცხელა. თეთრი შუქი. მანტება მოსწოთი. საიდან ანთია ეს? თეთრით გაანთე უბრალოდ სანდრა. წინ ანთე. ზერცეთი.
აი უყურე რას ვეძებთ ახლა? ვეძებთ ადამიანის ერქის, ფეხის, არ გაგიკვირდეთ კედლებზე, ვეძებთ ჭერზე, რომელიც თვალით უხილავია, მაგრამ ამ განათების ქვეშ უკვე ყველაფერი ხილული ხდება. რატო არ უნდა გავიკვირდეთ ახლა აგიხსნით, იმიტომ რომ მსგავსი შემთხვევები ჩვენ ქონდა უკვე გამოგზავნილი, სადაც ხაშკარად ჩანს დატოვებული კვალი, რომელიც კამერით არის, კამერამ აღიქვა, ასე ვთქვათ, კვალი. ჩვენ დიდი არ ვიცით კამერამ რა დააფიქსირა ახლა ამ მომდე. იმიტომ რომ ურში არ გესმის და ბუნებრივად კამერა ყველაფერს იწევს და არაერთი შემთხვევა ქონდა ჩვენ პარანორმალში მაგის დაფიქსირების, ასე რომ ხო, პრინციპში თუ რამე იწვის კამერაში ჯობია რომ მე არ ვილაპარაკო და როჩეზე რომ თუ უფრო კარგად გაიცნო კამერაში მოთქვა. მეგობრებო, მოკლედ სახში ელექტროენერგია გაითიშა, აბსოლუტურად სულ გამოვცეთ. რატო ვაკეთებთ ამას? ჩვენ დირექტორებს, რა თქმა უნდა, არ გააჩნიათ ამის ზემოქმედება, მაგრამ იმისათვის, რომ აბსოლუტური სიწყნარე მივიღოთ სახში, საერთოდ გავთიშეთ ყველაფერი. რომ არაფერმა არ იტრიალოს, არაფერმა არ იხმაუროს და ასე შემდეგ. გამოვცეთ ეს. так, ხანრები. ეხლა არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაზა. ეს გამართვის თანალექი არის. დავიწყებთ სახლის შემოწმებას უკვე ელექტროენერგიით, რომელიც პირდაპირ მოგვცემს ნიშანს თუ კი სადმე სახლის ტერიტორიაზე იმყოფება რაიმე ძალა ამ შემთხვევაში. და დავიწყებთ იმ სახიდან Kocha, არ მოახერხებთ რომ სახს მოგოწმე. Yes, yeah. მოიცა, შეიძლება სახის გავლენა ერთი წუთი დაიწყოს. კი, მოდი. გადაიღე. პირველი სარკე სახში რომელიც აუ ნახე რამხელა ენერგია აქვს, სარკეს უყურე რამხელა ენერგია აქვს. პირველი ფაქტი, მეგობრებო, დააკვირდეთ კარგად, უყურეთ. მოაშორეთ და დეტექტორი მოისა, კამერა მოიტანე ახლოს, რომ გამიშდეს კადრში, რაზეა საუბარი. უყურეთ. პერიოდულად რამხელა ენერგიას გამოყოფს სარკე. ნახეთ. დააკვირდეთ ხო? აი უყურე. შეხედე. პირველი დამნაშავე, პირველი გამტარი და აი უყურეთ. ნახე, ჩანს ხო გოჩა კადრში? კი, ჩანს. ნახე რა დღეშია. პირველი დამნაშავე სარკე სახში. უდიდესი დამანგრეველი ენერგია, რომელიც სარკე გამოყოფს, ხელზეც კი უძნობ, მეგობრებო, რა გითხრათ. პირველი სარკე სახში. დავიჭირეთ ერთი დამნაშავე, რომელიც პირდაპირ საძინებელში და რა თქმა უნდა დაუშვებულია. ეს არ არის, კიდევ მეუბნებ, რომ სული არ არის ამ შემთხვევაში. პირდაპირ სარკე არის დამნაშავე, ვიდრე და სული რომ იყოფილიყო, ბუნებრივია, რომ სხვა ადგილებში წვიმს სიგნალს. მაგრამ როგორც კი სარკესთან მიგვაქვს, ყველაფერი გვეცხადათ ჩვენ ძვალზე. მომინიჭოს ეს კუთხე. სწორად დაიჭირა სანდრას დეტექტორმა. ერთი ძამით, რაღაცა ხდება. სანდრა მოდი. მოდი. აი უყურე სარკის გავლენა რა. აი ეს უკვე კი ბატონო. სარკე ნომერი 1 პირდაპირ დამნაშავე გამტარობაში. ამ სარკის მეშვეობით ძალიან ბევრი უცნაური რამხელა სახში. გარანტირებულად მომხდარა. ეხლა შევამოწმოთ ეს სარკეების ოპერატორს თხოვ რომ ახლოვან გადაიღოს და ფანები მოაშოროთ რომ გამიშდეს ძალიან კარგად. უყურეთ. სარკე ნომერი 1 დამნაშავეა, ხოლო ეს სარკეები აბსოლუტურად უწყინარია. შეხედეთ ციფრებს უყურეთ. 00000. უყურეთ. ძალიან წაკრა.
გასაგებია ყველაფერი. ამ ოთახში გაიყვა ის, რომ სარკე, რომელსაც ეხა კადრში ხედავთ, აი ეს სარკე ძალიან ცუდ ენერგიას გამოყოფს, რომელიც პირდაპირ ვრცელდება სახში, კონკრეტულად ამ ოთახის გამო. გადავიდეთ სხვა ოთახებში. ბავშვის ოთახის პრობლემები ძალიან სამგაესოთნება, მას გვიჩვენებს ახლა ამ დროისთვის. სრულიად გათიშული ელექტროენერგია. აბსოლუტურად სიწყნარეა ეხლა დეტექტორზე ამ დროისთვის მე განიჭდებ რაღაცა შეიცვლება. აი მაგრამ ეს სულის მოძრაობა არ არის. უყურეთ, ნახეთ. აი ახაც. აი. გადაო. ოთახში. აი. იქით რა ხდება ის რა არის? არა ის ვინმე გამო კარიდან აღებული ის კი, ახაც არის აშკარად უყურე. ასტრალური სივრცის გამორჩა. აი, ამ ოთახში ხედავ? სანდრა, რა შევ შენ დეტექტორი? ძალიან სწრაფად მოამოძრავე. ნელა, ვიყევი ნელა. აი, რა ქარს კი, აი, ხო. მომცამեց. მომცამեց. კი, მაძლევს ამ ადგილას. კი, გე. შეხედე. ეს მომენტალურად მთება ფრევი. კი. აი. ძლიერია რა საერთოდ? კი, აი აქ ნახე. ხო. ვიღოთ, ჩემი დეტექტორი ზუსტად ამოვიდა. აი ამ ადგილას არის ზუსტად. დაახლოებით 50%-მდე ავიდა და ჩაქრა. კი ბატონო, ჩემი დეტექტორის იგივე უთხოვარად ვატყობინებს, რომ აქაც არეულობა. კი. კი ბატონო. კაი, გადავიდეთ შემდეგ ოთახში უკვე. აი ამასაც მიაქციეთ ყურადღება ახლა. შეხედეთ. ოჯახში არის აშკარად ძველი ძლიერი ყვა. ერთი წუთი სანდრა, ნუ მოწყვეტით. აი ესეთი ნივთები სახში უძველესი ძველი ნივთები, რომელიც ოჯახიდან არის ნაყიდი, ან გადმოეცა, ასე ვთქვათ, მამაპაპისეულად. შე შემთხვევაში ხდება ისე, რომ ეს ძველი ნივთებიც საკმაოდ სულ ენერგიას ინახავს, რო იცოდეთ. არ იყიდოთ ანტიკვარიატში არაფერი, თქვენ არ იცით რა სახლიდან არის გამოტანილი ის ნივთები. ჩემი რჩევა იქნება მეტი სიმშვიდისთვის, მეტი გასაგებია, ეხლა უკვე გვაქვს ორი ადგილი სახში, ერთი არის პირდაპირ სარკე, ეგრეც ვარაუდობთ, რომ სარკეები სამი სარკეს აძლევს. ავიწოვი. შედობარებით. ძალიან დეტექტორს მას გავუთიშავო ლაპარაკი თუ გამოჩნდება რაღაც გადაწყვეტს რომ ლაპარაკოს სიტუაციაში თუ კარგად გაიჭერს კამერაც Как раз, кралсуни агарали. Вообще агарали, сайт как раз. Ясно. И
ყველაფერი არ არის აქ. როგორ უყრავს უნიტერო. ის მოთხოვს. ეხლა საერთოდ არა, იგი. არ არის. ეთახო. ვიცი, რაღაცა ხდება, ერთი ძამი მიმართება თამაშს. აი, ეგრეც ვიცოდი. რა? ხედავ? როცა ჩვენ გავართ ოთახში მშელთ აი აქ. ახლო. ნიჩვენებს დეტექტორი რო არის მოძრაობა. ხედავი? როგორც კი ხარ რა გავაკეთეს წახტომასავით. იმიტომ რომ სული რომელიც ახლო ტრიალებს, დეტექტორი გაჩვენებს. სუსტად, მაგრამ გაჩვენებს რაღაცა ხდება. აი, როგორც კი წახტმა გავაკეთე, ანუ წინ გადავწიე ეგრევე პირდაპირ მაშინა რომ აი ამ ადგილზე რაღაცა იდგა. ნახე? აი ახლა შევესწავლო, მოვაწერე, დეუქო. საწავიდე ახლა მოძრაობა. ამ თვითონ რაღაც აღვედებნა, მაგრამ ჩვენთან ახლო მოსვლას ვერ ბედავს, ასე ახლოს რომ მოვიდეს. მაგრამ როგორც კი ჩვენ მისკენ გავიწიეთ, უკვე დავაფიქსირეთ კიდე. ნახე. სუსტად, მაგრამ რაღაც არის. სუფთა გარემო არ არის. მეორე პერიოდულად, ნახე. ციფრის უყურე როგორ ვარდება. კიო. აქ რაღაცა კიდე ნახე, კვალია შუაში საწოლის თავს. არ, კედელს. კედელზე. ნახე. იქ მაინც გადაატარე, შეიძლება უბრალოდ პლაკატი იყო რაღაც, თუმცა სორი შენიშნულიც, ქუჩა. არის რაღაცა. ეხლა ჯერ 2 საათი არ არის. თელეგრამი წინ არის. აი 3 საათი დრო, ძალიან საყურადღებო იქნება. ნახოთ გაძლიერდება თუ არა, ეგონცენტრაცია ხო გვაქვს. გაძლიერდა. ახალი თალბოტონი ოთახში არის ძალიან საინტერესო. მე შევალი გადავამოწმე. ამ დეტექტორსაც მოგცემ და დეტექტორები შედი ორივეთი. და გამოგებინა რა პასუხი. ძალიან საინტერესოა ეგ. მეგობრებო, ეხლა უკვე 3 საათი დაიწყო და ნებრივია რომ 3 საათი ძალიან საყურადღებოა, იმიტომ რომ ბოლო დროინდელ მოვლენებს გადავხედავთ და მივადინებ თვალყურს. 3 საათი ფიგურირებს შუაღამის პერიოდში ძალიან აქტიურ დროც. თუმცა ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში დავდივდით სახლში და უწყვეტ რეჟიმში მოვიწვევით ყველაფერს. ეხლა ყველაფერს ერთად კიდევ გადავამოწმოთ თქვენთან ერთად, ანუ გამოვიყენებთ უკვე მოძრაობის დეტექტორს, რომელიც გვანიშნებს ასე ვთქვათ, ჯერჯერობით 7-ად არის, ჩანს ლურჯი ნათება ცენტრში, ხო ჩანს? ცენტრში კი, ხო ჩანს. ამ ლურჯმა ნათებამ არ უნდა აიწიოს ასე ვთქვათ და არ უნდა მოქცეს დონეები და ბოლოს განგაშის სიგნალი. არც ერთ შემთხვევაში. ასეთ შემთხვევაში, როცა ეხლა ლურჯი სიგნალი ანთია ლურჯი ნათურა ხედავთ ხო? არ უნდა მოიმატოს ასე ვთქვათ და არ უნდა ავიდეს დონეებს. ეს ერთი მეორე. პარალელურ რეჟიმში ჩვენ გადავიდეთ ფოტო სურათებს უკვე დამატებით და დეტექტორთან ყურადღებით ვართ, იმიტომ რომ თუ დეტექტორმა მოხდა სიგნალი რომ მოძრაობა ამ შემთხვევაში ზუსტად იმ ხარეს დავაწვევით ფოტო სურათებით. გაი, ანალიზია Policja.
აი მოდი კადრში აჩვენე. ნახე როგორ სკანირებს წითელი განათებით უყურე, ხედავ, ჩანს ხო კარგად. ანუ აუცილებელია ფოტოების გადაღება. კადრში აჩვენე ნახე რა კარგად არის მთელი ოთახი. უყურე აქ თუ სულის მოძრაობა თვითონ სული იმყოფება, აუცილებლად გამოსახულება. სამწუხაროდ ერთ ოთახში ალბათოს ზიმოს და იმ ოთახში ყველაზე მეტი აქტიურობა სადაც ახლა ალბათოს ზიმოს. ჩვენ არ ვაწუხებთ, არ შევდივართ ახლა შეგნებულად და ბუნებრივია რომ ძალიან საინტერესოა ახლა ხდება იმ ოთახში. თუმცა თუ სახში ამ დრომდე დაფიქსირდება სული ჩვენ ამას აუცილებლად ვიპოვით. ამ არ გამორჩება, მაგრამ სასურველია რომ მთლიანად სახლის ნებისმიერი კუთხე იქნა სწრაფად გადამოწმებული. თუმცა ჯერჯერობით ამის საშუალება არ აქვს. ამჯერად ფოტოსურათებით ვამუშავებთ სპეციალურ სახლს. Algo vamos usar deixa. Vamos usar. Stop cadê?
ბანანი აქეთ. ჩავთვი. თეთრი ნახება ფარდის კუთხეში. აი აქ მოვიცი. ჩაქრე და დაბლობე უბრალოდ. შიფი. აი, ასწავლები. Latte fanno così. Sasso, modulo questo tettore. No, siamo in modulo, ecco, questo. C'è il tuo detettore. ისე ახლა თანაბი. თავად შუქშავთ დეტექტორი დავაგანოთ ამ ადგილზე.